ლაღი და ბედნიერი სივრცეა ჩემთვის ოქტოპუსი. კმაყოფილი არასდროს არ ხარ. შინაგანად არ ვართ ჰარმონიაში. უცბად ჩერდები და არ იცი რა უნდა გააკეთო. ბოლო პერიოდში ძალიან არის გამძაფრებული ეს სხეულის მიხედვით საკუთარი თავის შეფასება. მაინც სოციალური ქსელი და სოციუმი ბევრ რაღაცას ნიშნავს რა. ყველა კმაყოფილება არ არის დისმორფია. დღესდღეობით აღარ არის გავსი აკრძალვა. შემოდის ახალი ტერმინი ჯანსაღ ცხოვრებაზე დამოკიდებულება. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით კიდევ ერთი ოქტო ეპიზოდიდან, რომელსაც თქვენ ახლა სავარაუდოდ უსმენთ ან უყურებთ Spotify-ზე ან YouTube-ზე. სანამ სტუმარის წარდგენაზე გადავალთ, ერთი პატარა სათხოვარი გვექნება, რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube და Spotify არხები და არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ანა ონიანი, ჰილოს დამფუძნებელი, კლინიკური ფსიქოლოგი და სუპერვიზირებული ფსიქოთერაპევტი. გამარჯობათ. მოგესალმებით. გამარჯობა. ჩვენი ესეთი კითხვა იქნება ტრადიციული, როგორც ვიცით, ოქტოს წევრი ხართ, დიდი ხნის უკვე. და როგორ დაიწყოთ თქვენი ოქტოსთან ურთიერთობა, ეგრო ვთქვათ. ოქტოპუსამდე ვარჯიშობდი სხვაგან, სხვა დარბაზში და კონკრეტულად ოქტოპუსში მოვედი თავდაპირველად კონკრეტულ ტრენერთან, ვისთანაც რაღაც რეკომენდაციებით და ასე ვთქვათ, მინდოდა რომ მასთან მევარჯიშა და ესე მოვხვდი. შემდეგ ძალიან მივეჩვია, ძალიან მიყვარს და ძალიან მომწონს ეს გარემო და მე ხან ვხუმრობ ხოლმე რომ ყველა კლასი და ყველა ჯგუფური ვარჯიში და ყველაფერი რაც არის, ყველაფერი ზე დავდივარ ხოლმე ხან ყოველ დღე, ხან აი როგორც ვახერხებ, მაგრამ ძალიან კომფორტული და ისეთი ლაღი და ბედნიერი სივრცეა ჩემთვის ოქტოპუსი. შემდეგი ჩვენი კითხვაც დაახლოებით აი სადღაც მანტრიალებს ანა რო გითხრათ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რას სulis ადამიანში რეგულარული ვარჯიში? Yes. ხო, ისეთია კომპლექსურია ძალიან ბევრიც შეიძლება ითქვას ამაზე, მაგრამ რაღაცნაირად აი ჩემგან რომ დავიწყო და ძალიან მიყვარს ხოლმე ეს მიდგომა, რომ სანამ რაღაც ზოგად თეორიაზე გადავალ და ძალიან ისეთი არ იყოს, ჩემგან რომ დავიწყო, ეს არის ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე დილის საათებში ვარჯიშობ და ხშირად ვამბობ, რომ აი 10 საათზე რაღაცა დიდი უკვე საკუთარი თავისთვის გაკეთებული მაქვს და ეს ძალიან სასიამოვნოდ განიცდება ხოლმე რა, აი დილის 10-ზე რაღაც კარგად ვგრძნობ თავს, იმიტომ რომ რაღაც გავაკეთე საკუთარი თავისთვის. ვიზრუნე, დრო დავუთმე, ხან მithქვამს ესეც, რომ აი დღეს ჩემი შფოთვა ვავარჯიშე, იმიტომ რომ რაღაცა ვთქვათ განწყობა მქონია ესეთი. ხო, ну თან ინდივიდუალურია ყოველდღიური განწყობა ერთი და იგივე არ იქნება. ამიტომ ყოველ დღე ერთსა და ერთი და იგივე დატვირთვა არ აქვს, ხო? იცვლება ისევე როგორც იცვლება ის რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. და ბევრნაირი დატვირთვა შეიძლება გქონდეს, აი წეღან რასაც შევეხე ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ ეს რაღაც ძალიან ჯანსაღი მოქმედება რაც არის ვარჯიში ხო და სხეულზე ზრუნვა შეიძლება იყოს დასჯაც, იმიტომ რომ გუშინ მივირთვი არ ვიცი. მეტი კალორია ვიღე და დღეს დავისაჯე ან რაღაც არ მომწონს და დავისაჯე თავი ან გადავამეტ. კი, არის საკმაოდ ხშირი არის ხოლმე კითხვები ზუსტად რა. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი მაინც ბევრის გაი თუნდაც ძალიან შინაური წლისგანაც გამიგია, რომ აი გუშინ ძალიან ბევრი ვჭამე, ბევრი კალორია მივიღე და აი დღეს აი რო ეტყობა რომ უკვე არ სიამოვნებს ის ვარჯიშიც, მაგრამ აი გუშინდელი დღის გამო დღეს ძალიან თავის დასჯაზე გადადის. აი რა არის ხან ალბათ ყველაფერი ნორმალური რაღაცა პერიოდები გვაქვს ხოლმე. არ მიყვარს როცა რაღაცა ამას ძალიან განცალკევებულად ვამბობთ. ხო ყველაფერი დოზირებაში არის რეალურად ის არა ვთქვათ, არ ვიცი, მეც მქონია და ხშირად მაქვს, რომ აი არ ვიცი, ბევრი საკვები მივიღე მაგალითად და რაღაც ამაზე ღელვა ჩემთანაც შეიძლება იყოს, ხო? რა თქმა უნდა, უბრალოდ ყველაფერს ჩვენ საზღვრავთ ხოლმე იმით, რომ რამდენად ეს ინტენსიურია
და რამდენად აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. თუ ჩემი ცხოვრება და ჩემი ყოველდღიურობა ამის ირგვლივ ტრიალებს, რომ რაღაც 1520 კალორია მივიღე და ამის გამო ვარ ძალიან შეშფოთებული და შეშფოთებული და ჩემი რაღაც გუნება-განწყობა არის ძალიან დაქვეითებული და ასე შემდეგ. მანდ უკვე ხედავთ, რომ პრობლემაა, მაგრამ თუ არა და ეხლა რაღაც ყოველდღიური შფოთვა და ჩვეულებრივი ამბავია და კი, რა თქმა უნდა, ნამდვილად. როცა ეს ფიქრები არის იმდენად ინტენსიური, რომ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ის, რასაც ყოველდღე ვაკეთებ, მაგალითად ვხვდები მეგობრებს და ვგრძნობ, რომ არ მიხარიან, არ მინდა შეხვედრა, ან კარგი შევხვდი, მაგრამ დაძაბული ვარ და ვფიქრობ რაღაც იმაზე, რომ ან რა ჭამო, ან რატო ვარ ახლა აქ და რაღაც ჩემი ფიქრები არის სხვაგან, როცა ვერ ვახერხებთ კონცენტრირებას იმ საქმეზე, რასაც ვაკეთებთ, ხო, სამუშაოს გულისხმობ და ასე შემდეგ. როცა აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და შინაგანად არ ვართ ჰარმონიაში. კარგი, ყველაზე მნიშვნელოვანი კიდე რაც არის. დღევანდელ დროს ადამიანები ზოგადად საკუთარ თავს რეალურად ხედავენ, თუ მაინც სხვისი თვალით აფასებენ ბევრ რაღაცებს. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა ისეთი, იმიტომ რომ მანდაც რაღაცები გვეშლება ხოლმე ხანდახან ადამიანებს. კი. ხო, საინტერესოა რა, მაგრამ ძალიან მიჭირს ხოლმე მე რომ ესე განვაზოგადო რა, ყველაფერი ისე, ხო. გააჩნია, თუმცა მეტნაკლებად, რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს და რაღაცნაირად ეს სოციალურმა ქსელებმა ეხლა რაც უკვე ამაზე სულ საუბრობთ და თქვენ საუბრობთ და მეც საუბრობ და ყველა საუბრობთ, რაღაც კიდევ უფრო გაამძაფრა ეს რაღაც გადიდებული ის რა ქვია რაღაც ძერა და თვალები საკუთარი თავისკენ და სხეულისკენ შედარება და ასე შემდეგ. და ხო ეხლა ძალიან ამას პარალელურად რაღაცნაირად ძალიან ტრენდში არის შემოსული რომ აი საკუთარი თავისთვის ვაკეთებ ესეც რაღაცა წახალისდა ხო იმიტომ რომ ფსიქოგანათლება იზრდება და ესეც წახალისებულია და რა თქმა უნდა კარგია და რა თქმა უნდა სწორია რომ საკუთარი თავისთვის ვაკეთებდეთ რაღაცებს მაგრამ აი ფსიქოლოგიურად რაღაც ისიც არის რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და მნიშვნელოვანია და ეს ნორმალურია რა აი ამაზე ხანდახან განსჯა აქვთ ხოლმე საკუთარ თვითგანსჯა ადამიანებს რომ რატომ ხდება ესე რომ სხვისი აზრი მაინტერესებს ანუ რაღაცა დოზით ეს არის ძალიან ნორმალური. სოციალური არსებები ვართ, ადამიანები ვართ, გვიყვარს სხვა ადამიანები, მიკუთვნებულობა გვაქვს, გვინდა რომ წევრად ჯგუფს მივეკუთვნებოდეთ, ვიყოთ ოჯახის წევრები, მეგობრები ასე შემდეგ და გვინდა რომ მოვწონდეთ ადამიანებს, რაც ძალიან ბუნებრივია. თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან არის გამძაფრებული ეს სხეულის მიხედვით საკუთარი თავის შეფასება. მხოლოდ სხეულის მიხედვით, რა იმის მიხედვით, რომ როგორ გამოვიყურები მე, იგივე ღირებულება მაქვს ამ სოციუმში. როგორ აღმიქვამს სხვა ის ღირებულება მაქვს მე თითქოს საზოგადოებაში. ეს რეალურად პრობლემას ქმნის და როგორც წესი ხშირად არარეალური არის ხოლმე ის რაღაც სტანდარტები, რასაც საკუთარ თავს ადამიანები უყენებენ, ვიხედებით სარკეში, რაღაცა პატარა დეტალს ვამჩნევთ, რაც არ მოგწონს ჩვენი ფსიქიკა ამას აღიქვამს როგორც რაღაცა დიდ სერიოზულ ნაკლს და ეს შემდეგ ისევ და ისევ იქ მივდივარ რომ თუ ეს აისახება გუნება-განწყობაზე იმის გამო რომ მე რაღაცა არ ვიცი ჩემი წელის გარშემო წერილობა არ მომწონს და ამის გამო არ მინდა სადმე წასვლა ეს უკვე პრობლემა არის რეალურად. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ მაინც დღევანდელ დროს ზოგადად თუნდაც ეს სოციალური ქსელი, თუნდაც რაღაცა ის ნიშა რაც არსებობს, რომ რაღაცა ამის შიგნით უნდა ვიყოთ, მოქმედებს და ალბათ ესეც ნორმა, იმიტომ რომ მართლა ადამიანები ვარ და შეიძლება რაღაცა ამ პატარ-პატარა დეტალებმა იმოქმედოს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან არ გაგვექცეს რა. სხეულის კომპლექსები ქალებსა და კაცებს შორის განსხვავებულად ვლინდება?
ეს მე მგონი ძალიან ისეთი ცნობილი თემაა, რომ კი. თამაი, აქ შემიძლია რომ ისეთ თამამად თქვა რომ კი. იმიტომ რომ ქალებში უფრო მეტი არის რაღაცნაირად მოთხოვნები ესე ქალების მიმართ უფრო მაღალია, თუმცა ერთი საინტერესო რაღაც ტენდენცია არის, ახლა არ ვეყრდნობი ამას, რომ ამბობ არანაირ კვლევას და არაფერს ესეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ თეორიას ამ წუთას, თუმცა შეიძლება არსებობს კიდეც, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, თუნდაც ჩემს კლიენტებზე, პაციენტებზე დაკვირვებით, ვამჩნევ, რომ მამაკაცებშიც წამოვიდა. ხშირად აი თუნდაც ის რომ არ ვიცი რაღაცა დოზით კუნთოვან მასას მიაღწიეს, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი, ისევ რაღაც სუსტი ვარ, ეს სუსტი მაქვს. აი ხშირად რაღაცა დოზით ვამჩნევ ამ ტენდენციას. ეგ ვარჯიშის side effect-ი არის იდეაში, სულ ეგრე იყო. ხო, კმაყოფილი არასდროს არ ხარ შენი, მიღწევით რა, ესე რომ ვთქვა რა. აქვს ეგ ვარჯიშს. ეგ მომენტი. და ის მომენტიც არის, რომ რაღაცა ტვინში რო გაქვს ჩაბეჭდილი ზოგადად, რომ აი რაღაცა შენ აი ეს დახატული რო გაქვს შენი პროტოტიპი, ესე ვთქვათ, რაღაცა კუნთოვან მასას მიაღწევ და იმას რომ მიაღწევ და იმის იქით უკვე არაფერი აღარაა და ალბათ სავარაუდოდ ჩემი აზრით მაინც ის გრძნობები არის, რომ აი ვარჯიში რო ქსიამოვნებს, ალბათ ეს უფრო ნაკლებად გაინტერესებს ხოლმე მე რა სიტყვაზე, რომ აი რაღაცა შენ კუნთოვან მასას მიაღწიო, რაღაცა კარგად გამოიყურებოდე, მაგრამ აი ამას მიაღწევ და იმის იქით უცბად ჩერდები და არ იცი რა უნდა გააკეთო და შეიძლება რაღაცა mental break იქონდეს. ხო, შეიძლება, თუმცა აი ეს შეიძლება მოვარჯიშებმა დაიწყეს უბრალოდ თერაპიაზე სიარული უფრო ხშირად. ეგეც არის. ჩემთან ხო, აი ბოლო პერიოდში ამას აქტიურად ხვდები ხოლმე რაღაცა თქვათ ფრაზას, რომ ზაფხული მოდის და რაღაც ფორმაში უნდა ვიყო და მამაკაცებისგან რაღაც ადრე თქვათ თუ ნაკლებად მესმოდა ხოლმე ეს ფრაზები. დაიწყეს უკვე. ხო, დაიწყეს. ასე რომ ნახოთ, რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება, ხო ზოგადად თავის მოვლაც მგონია რომ რაღაც სხეულზე ზრუნვა, სხეულის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვაც მამაკაცებში თითქოს უფრო წამოიწია და ნახოთ შეიძლება ეს რაღაც სტატისტიკა ცოტა გადანაწილდეს და გადანაბრდეს. კი. და წნეხი არ იყოს მხოლოდ ქალები. ევოლუციას გადის ესე. ხო რა, ნუ ეგრეა. ანა, კარგი. და მაინტერესებს აი რა არის body dysmorphia და ზოგადად რატომ არის ესეთი გავრცელებული დღესდღეობით. ხო, ეს თემაც ისეთი არის ძალიან აქტუალური დღეს. და აი ძალიან იმით რომ არ დავიწყო ახლა ტერმინებით და DSM-ის ტერმინოლოგიით რო არ ვისაუბრო და აგიხსნა, აი ძალიან მიყვარს ხოლმე ამ რაღაც ესე შედარება, რომ აი წარმოიდგინეთ, რომ აი თუ ყოფილხართ რაღაც სასაცილო სარკეების ოთახები რო არის ხოლმე, რომ ნახეთ აი რაღაც ძალიან არაპროპორციულად და სასაცილოდ ხედავ საკუთარ თავს, ნახეთ ჩვენ გვეცინება ხოლმე ხშირად ესეთ ადგილზე, მაგრამ აი დაახლოებით ეგ შეგრძნება, რომ წარმოიდგინოთ, ოღონდ ეს ადამიანები ხშირად იყურებიან სარკეში და საკუთარ თავს ხედავენ არარეალურად, აი რაღაცა ნაწილი სხეულის, როგორც წესი ხშირად არის ხოლმე რაღაცა კონკრეტულზე რა. მე იცვლება ეს კონკრეტულები, მაგრამ აი რაღაც პერიოდში არის, რომ ვთქვათ, არ ვიცი, რაღაცა ის ფეხი მაქვს ესეთი. და აი ესე აღიქვამე ხოლმე საკუთარ თავს. ეს ამის ჯერად აი არარეალურია ხმა არის უფრო საკუთარი თავის და სხეულის. და ეს ტანჯავთ შემდეგ თლიანად არიან მათი ფიქრები, აზრები, ყოველდღიურობა თლიანად ამის გარშემო ტრიალებს, რომ აი ესე გამოიყურება და ყველა ძალას და ღონეს ხმარობს, რომ ეს დამალოს, დაფაროს, არ დაინახონ, არ შეამჩნიონ და ნუ რა თქმა უნდა ძალიან
ძიმედ აისახება ხოლმე ეს მათ მდგომარეობაზე, ცხოვრების ხარისხზე და მოქმედებს რა თქმა უნდა. ძალიან მოქმედებს, ამ შემთხვევაში ძალიან მოქმედებს და ფაქტიურად არაფერი მნიშვნელოვანი მათ ცხოვრებაში ამის გარდა არ არსებობს. როცა ჩვენ როცა დისმორფიაზე ვსაუბრობთ, ესე არის. თუმცა ახლა პატარ-პატარა დოზით რომ რაღაც არ მომწონს და გადაჭარბებული აქცენტი მაქვს ამაზე, ეგ ხშირი არის და რაღაც შეიძლება რაღაც ერთ დღეს ავდგეთ და რაღაც არ მოგვეწონოს და თავში, მაგრამ შუა დღის მერე გადაიაროს და დაგვავიწყდეს და გადავერთოთ საქმეზე. ეს ჩვეულებრივია, ხო მინდა რომ აქაც გავმიჯნო, ანუ ყველა უკმაყოფილება არ არის დისმორფია. ეს უკვე დიაგნოზი არის დისმორფია და საკმაოდ ისეთი კომპლექსური მიდგომა სჭირდება. და ისეთი მაინც დღევანდელ დროს არის, ხო, ისეთი ხშირი ეს. ძალიან ხშირია. ძალიან ხშირია. იმიტომ რომ სტანდარტებიც ძალიან ხშირია. აღარ მიყვარს ხოლმე და რაღაცა ჩემ თავს პირობა დავუდე, რომ აღარ ვისაუბრებ სულ ვთქვათ სოციალური ქსელების გავლენაზე და ასე შემდეგ, იმიტომ რომ მაგრამ მაინც სამწუხაროდ მივდივართ. ხო, თუმცა ეს არის რეალობა, საერთოდ ფსიქიკა რამდენად ჯანსაღია ხშირად განისაზღვრება იმედ, რამდენად შეგვიძლია რომ მოვერგოთ რაღაც სიახლეებს, ადაპტაციის უნარი რამდენად გვაქვს ხო ადამიანებს და ესეთ სამყაროში ვცხოვრობთ. არსებობს სოციალური ქსელები, ხელოვნური ინტელექტი იცვლება მსოფლიო და იცვლება სამყარო და მნიშვნელოვანია რომ ჩვენც შევიცვალოთ იმ კუთხით რომ მოვერგოთ, ხო? ძალიან ბევრი ბენეფიტიც ყვებით დღევანდელ დროს და ესე ვთქვათ პირიქით, ხო. რაღაცა განვითარებისკენ გვინდა რომ რაღაცა ჩვენი თავი წინ წავწიოთ, მაგრამ ალბათ მეც მქონია ზოგადად ეგ პრობლემა და რაღაცა ალბათ ყველას მქონია რომ აი სოციუმში გინდა რომ მოერგო და ხან რაღაცა არ მოგწონს, ხან მოგწონს, ხან ბევრი მაინც სოციალური ქსელი და სოციუმი ბევრ რაღაცას ნიშნავს რა. რა თქმა უნდა. და ეს ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელში არიან აქტიური, რაღაცნაირად მორგებას ზუსტად იმას გულისხმობ, რომ არ ვიცი, ვეცადოთ რომ მეტად დახვეწილი იყოს ის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და როგორც ვიყენებთ თუნდაც ამ სოციალურ ქსელს, თუნდაც მაღლდეს ფსიქოგანათლება, პასუხისმგებლობა ყველა იმ ინფლუენსერმა, ვთქვათ, მეტად აიღოს, ვინც სოციალურ ქსელში აქტიურია და რაღაც ამის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფსიქოგანათლების ამაღლება და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რომ მეტად ჯანსაღი კონტენტი მოდიოდეს, მეტი ჯანსაღი კონტენტი. როგორ შეიძლება მიხვდეს ადამიანი, რომ ის თავის სხეულს არაჯანსაღად აღიქვავს? დისმორფიის დროს როგორც წესი კრიტიკა არ არის ხოლმე და ადამიანს გონია და დარწმუნებულია რომ რაღაც კატასტროფას უდრის ის, რასაც სარგეში ხედავს და სწორედ ეს არის ხოლმე პრობლემა. ახლა დანარჩენი ზოგადად სუბიექტური არის, ხო, შეფასება ვის რა მოგწონს, რა არის ლამაზი და რა არ არის ლამაზი, ამას როგორ საზღვრობთ, ხო, ისევ და ისევ რაღაცა სტანდარტებით და ისევ და ისევ რაღაცა მოწოდებული იმებით, რომ როგორი უნდა ვიყო, ან როგორი მინდა ვიყო. და ალბათ აქ ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი დეტალი ის იქნება, რომ როდესაც ძალიან მაწუხებს დღის მანძილზე ბევრს ვფიქრობ იმაზე, როგორ გამოვიყურებე ახლა მე რო თქვენთან ვსივარ და გესაუბრებით თუ იმაზე ვფიქრობ მხოლოდ რომ როგორ ვარ, როგორ ჩანვარ, როგორ გამოვიყურები იქიდან კამერაში როგორ ვარ, რა თქმა უნდა მეც ვფიქრობ ახლა და ხანდახან ესე გავიბრანჭები ხოლმე, მაგრამ ეს არ არის ხო მთლიანად ამაზე არ არის ჩემი გონება კონცენტრირებული. როცა ესე ხდება, ეს უკვე ნიშანია, რომ რაღაც ყურადღება არის მისაქცევით ამ კუთხით. აი ამას ვიტყოდი, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი. სად არის ის ზღვარი აი თვით განვითარებას შორის და საკუთარი თავის მიმართ მუდმივი კრიტიკა როცა გაქვს? აი რაღაცა ზღვარი სადღაც ხო არსებობს, მაინც თქვენი შეხედულებით 1-2 სიტყვაც მაგაზე რო გითხრათ. კი,
ეხლა ძალიან ბუმი არის იმაზე და ძალიან კარგი არის რომ საკუთარი თავის მიმღებლობა, საკუთარი თავის სიყვარული და ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე, როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი და როგორ უნდა ვცეთ პატივი საკუთარ თავს და ასე შემდეგ. და ხშირად აი მე როცა მუშაობ ხოლმე ადამიანებთან, ხშირად არის რომ ეგ რაღაცა პროტესტი ჩნდება, რომ ეს ასოცირდება ხოლმე ადამიანებისთვის ხშირად რაღაცა სტაგნაციასთან. აი იქ რომ მე თუ მომეწონება ისეთი როგორიც ვარ დღეს ჩემი თავი არ განვითარდები არ ვისწავლი მეც არ წავიკითხავ მეც არ ვიზრუნებ რომ უკეთ გამოვიყურებოდე და ასე შემდეგ და ის ზუსტად მანდ არის რაღაცა ისეთი აი ეს ზღვარი მე მგონი თუ სწორად გავიგე კითხვა სადაც გადის რომ საკუთარი თავის მიღება არ ნიშნავს იმას რომ არ განვითარდეთ და არ ვცადოთ რომ ვიღოთ უკეთესები ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში. ეს ნიშნავს რომ არ განვსაჯოთ საკუთარი თავი, არ დავსაჯოთ იმ ყველაფრის გამო და აი ხშირად მომყავს ხოლმე ესეთი მაგალითი რომ აი რო წარმოიდგინოთ მცირეწლოვანი ბავშვი პატარა რომელსაც ყავს მშობელი აი ორი ტიპის მშობელი რო წარმოვიდგინოთ. ერთი რომელიც შვილს მუდმივად ეუბნება რომ რატომ მიიღე 9-იანი მიიღე? და იმენათიანი მიიღო და ეხლა დაჯექი და მეტი იმეცადინე თორე იცი შენ რა აი რაღაცა ესეთი კაცრი და ესეთი ტონით რომ აი არ შეგიძლია და აი რატო ვერ მიიღე და რატო ვერ გააკეთე და მეორე მშობელი რომ წარმოვიდგინათ რომ რომელიც შვილს ეუბნება რომ ოკეი ხო ეს 9-იანი მიიღე კარგი, რაში შემიძლია რომ დაგეხმარო, იქნებ შეგვიძლია რომ გააუმჯობესო ეს შედეგი. რა ვიგჭირდება, როგორ კიდე, აი რაღაც სხვა დამოკიდებულება, აი რომელი ბავშვი უფრო მოახერხებს რომ მეტად მოტივირებული იყოს, ხო ამ შემთხვევაში. აი ზუსტად იგივეა, რომ არა მარტო ბავშვი, დიდებიც რა თქმა უნდა, ზუსტად მანდ მივდივარ, რომ საკუთარ თავთან, აი რა დამოკიდებულება გვექნება, როგორ ვესაუბრებით ჩვენ თავს, ძალიან ბევრს წყვეტს. როგორ ფუნქციონირებთ შემდეგ, ხო? იმიტომ რომ ვესაუბრებით თბილად და რაღაცნაირად მეტად დამთმობივართ, რომ ოკეი, არა უშავს და რა გჭირდება იმისთვის, რომ ეხლა ეს გავაუმჯობესო, აი ეს არის სხვა მიდგომა და აი ეს რომ უვარგისი ვარ და არაფერს წარმოვადგენ, იმიტომ რომ რაღაც ვერ გავაკეთე, აი ეს არის უკვე განსჯა. სადღაც აი ეს ვხედავ ზღვარს იმას შორის რომ თქვათ ერთი მხრივ მივიღოთ საკუთარი თავი და მეორე მხრივ ვეცადოთ რომ მაინც განვითარდეთ. რა თქმა უნდა, კი. ყველაზე მნიშვნელოვანი მართლა ეგ არის არა მარტო ბავშვებში, სწორად აღნიშნეთ. დიდებსაც გვჭირდება ელემენტარული რაღაცა რომ დაგტუქსავენ, შეიძლება მართლა ძალიან ისე იმოქმედოს შენ ფსიქოლოგიაზე, როცა ადამიანი რაღაცა ისე გეუბნება, თუნდაც ეს საკუთარი თავის მიმართ იყოს ცოტა რაღაცა სხვანაირად აღიქვა უკვე მე ყველაფერს რა. ტრენერების დამოკიდებულება ზოგადად როგორია ხოლმე და რა მნიშვნელობის არის, როცა ადამიანი შენთან მოდის, არ აქვს მნიშვნელობა ეს. ჭარბწონიანია, უბრალოდ წონის მატება უნდა, იქ რაღაცა დაარღვია, ბევრი ის არის ხოლმე დღევანდელ დარბაზებში, იმიტომ რომ ადამიანიც ახლა ვინც შენთან მოდის და იცის რომ უნდა ივარჯიშოს, ისიც ალბათ ნერვიულობს, შეიძლება დაგიმალოს რომ გითხრას რომ იცი რა მე გუშინ დაბადების დღეზე ვიყავი, ან სადღაც ვიყავი, რაღაცა ის ვჭამე და ამაზე რაღაცა დიდი განცდა აქვს ხოლმე და რაღაცა ისიც აქვს რომ აი ხა მე რო ეს ტრენერს უთხრა, ის რას მეტყვის მე. საერთოდ შეიძლება გამლანძღოლოს, შეიძლება რაღაცა ცუდად მითხრას და ეს წინა პირობაც აქვს ხოლმე ფიქრის რა, რომ ან შეიძლება გითხრას, ან შეიძლება საერთოდ არაფერი არ გითხრას. კი. აუ ეს ისეთი თემა არის, რომ ეხლა ძალიან უნდა ვეცადო, რომ ისე მოკლედ გიპასუხოთ, იმიტომ რომ შეიძლება არასდროს არ დავამთავრო. ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა არის რაღაცნაირად ჩემთვის, იმიტომ რომ ხშირად ვისმე ხოლმე ესეთ ფრაზებს, ვთქვათ, შეიძლება დარბაზშიც მოვისმინო, იმ ადამიანებისგანაც ვინც მე მომართავს დასახმარებლად, რაღაც სხვადასხვა კომენტარი და სხვადასხვანაირი მიდგომა, ხო, ტრენერების მხრიდან. აი
ჩემი რა მიყავს ნება თუ რაღაც შესაძლებლობა რომ მქონდეს თქვა ყველა ამ სფეროში ადამიანებთან მომუშავე სხეული იქნება ეს თუ ფსიქიკა იქნება, ანუ რაღაცნაირად ვინც სხეულზე მუშაობს, იმასაც სჭირდება, რომ რაღაცა დოზით რა ხდება ფსიქიკაში ამის შესახებ გარკვეული ცოდნა გქონდეს და პირიქით. ძალიან ხშირი არის, რომ ტრენერები სამწუხაროდ ამძაფრებენ და აზიანებენ რაღაცა ისედაც ისეთი ფაქის მდგომარეობებს ხშირად, როდესაც არის რაღაცა კაცრი აკრძალვები, როცა არის რაღაც კონკრეტული კვების გეგმები, როცა არის რაც მეც ივარჯიშებ არის უკეთესი და ასე შემდეგ. მგონია რომ ტრენერის რაღაც ბოდიში თქვენს იმაში რომ ჩემ ხედვას გავაზიარებ, ხო? რა თქმა უნდა. რომ მგონია რომ ფუნქციურად ტრენერის ესე რომ ვთქვათ ყველაზე კარგი რაც შეიძლება გააკეთოს არის ის რომ ადამიანს დაეხმაროს შეაყვაროს ვარჯიში და შეაყვაროს საკუთარი სხეული და ასწავლოს როგორ იზრუნოს ამ ფორმით საკუთარ სხეულზე. რაღაცნაირად ეს თითქოს ძალიან ისე ჟღერს სინამდვილეში ძალიან რაღაც მარტივი ქმედებებისგან შედგება, ხო? რომ თუ ვარჯიშს დაემატება ბევრი აკრძალვა და ტრენერი ეუბნება რომ არ ჭამო არაფერი მოხარშული ბრინჯის და რაღაცა იმის გარდა, ქათმის ფილის გარდა რაღაცნაირად და თუ ბეტი ჭამე ახლა მიდი ჩქარა ივარჯიში, აი ხშირად ესეთი რაღაცებიც ხდება სამწუხაროდ. უნდა მეუტრიალდეს მაგ შემთხვევაში და აქეთ უნდა უთხრას რომ შენ ჭამე მოხარშული ქათამი და მოხარშული ბრინჯი კარგი ხარ რა ორი თვე მიდიავა როგორი. ხო, ნუ იდეაში ეგეთი რაღაცები აღარ ხდება, ნუ შეიძლება იყო ეგ მომენტი, მაგრამ ნუ ეხა დღესდღეობით აღარ არის მსგავსი აკრძალვები რა. ხშირად აი სავარჯიშო დარბაზებში, ასე შემდეგ, ხო ესეთ გარემოებში, აი მეტი არის სხეულის შეფასებაზე კონცენტრირება, რა და ეგრე არის, რაღაცა კუთხით ბუნებრივია, რომ ესე არის, შეიძლება, მაგრამ ბევრი ადამიანისთვის ეს არის ძალიან დამაზიანებელი. თუნდაც ის, რომ ვაუ, როგორ გახდი, რა მაგრა გამოიყურები, აი შეიძლება ისეთი სენსიტიური იყოს ადამიანისთვის, რომ ანუ მათთვის დადებითია თუ უარყოფითი არის პოზიტიური თუ ნეგატიური არის კომენტარი. კომენტარი როცა არის ვიზუალზე და გარეგნობაზე, აი ის აზრი, რომ მე მაფასებინ იმის მიხედვით როგორ გამოვიყურები, უფრო და უფრო მყარდება. ამიტომ რა თქმა უნდა ახლა ყველა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ის ვერ იქნება და ანუ მეც ძალიან ხშირად რაღაცა შეიძლება ისეთი ვთქვა, რაც ოკეი, მე ვიფიქრო, რომ არ უნდა მეთქვა, მაგრამ აი მეტნაკლებად რაღაც ამ კუთხით მეტი დაკვირვება ყველა ადამიანს გმართებს, ვისაც მსგავსი ტიპის სფეროებთან გვაქვს შეხება განსაკუთრებით. კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ საკითხი არის რა დღეს და მე ადამიანმა შეიძლება ისე განიცადოს შენი რაღაცა არასწორი კომენტარი ან რაღაცა შეიძლება გულზე მოხდეს ეწყინოს, შეიძლება მე ვაფშე საერთოდ აღარ მოვიდეს. და ნუ ამაზე მართლა ტრენერებს გვართებს ხოლმე ძალიან ისეთი ნაბიჯების გადადგმა რა, რომ მართლა ადამიანს ისეთი რაღაცა არ უთხრა. ანუ ხერხული მდგომარეობა არ გამოიწვიო. ან ამ მომენტში მგონია რომ მეც რაღაცა დღესდღეობით ცოტა გამოსწორდა რა ეგ საკითხი რა. რაც იყო ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ყველა და მუდმივად ამაზე ყურადღების გამახვილება ალბათ ადამიანის ფსიქიკაშიც იწვევს რომ შეიძლება საერთოდ ვარჯიშზე კი არა დარბაზეც აღარ გამოიხედოს რა, ანუ გვერდიდან აღარ შეხედოს რა. ხო და მანდაც ძალიან დიდ როლს ასრულებს ზოგადად მწვრთნელი რა. კი. და იცით რა არის დღესდღეობით ძალიან ისე დიდი ისმის ამაზე რომ შემოდის ახალი ტერმინი ჯანსაღ ცხოვრებაზე დამოკიდებულება. აი მანდაც ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო რა. აი რისთვის გვინდა ჯანსაღი ცხოვრება? იმისთვის რომ ვიცხოვროთ, არ ვიცი მე, SMS-ის ყოველ შემთხვევაში დიდხანს ვიცხოვროთ და ჩვენი ცხოვრება იყოს ხარისხიანი. და თუ მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე იმაში, რომ არ ვიცი, მხოლოდ
ვითვალე, აი ამით ვიდანჯე. მხოლოდ არ ვიცი ამ საათზე უნდა მეწინოს ამდენი გრამი, იმდენი გრამი, ანუ ეს ყველაფერი თუ გახდა დამოკიდებულება და დაემსგავს ადიქციას, ანუ ესეც ძალიან დიდი პრობლემაა. რაღაცნაირად ბალანსი ის რომ აი ამ ყველაფერს ვაკეთებ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ უკეთესად ვიცხოვრო, ჩემი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს, სადღაც რომ მივდივარ, მიხაროდეს რომ იქ მივდივარ, რომ ვმუშაობ, უფრო მეტი ენერგია მქონდეს ამისთვის, უფრო მშვიდად ვგრძნობდე თავს, ყველაფერი ამისთვის კეთდება, ხო? ეს არის რაღაცნაირად თავარია მე მგონი რომ მიზანი არ დაგვავიწყდეს რა, რატომ გვინდა რომ დიდხანს ასაკში რომ უკვე ჯოხები აღარ იხმაროს ადამიანს. ვიღაც მოსახმარებელი რომ აღარ გახდნენ, ეგეც არის. ხარისხიანი ცხოვრება, მაგრამ ცხოვრება და არა იმიტომ გავიხანგრძლივოთ ჩვენი წლები, რომ სულ რაღაც აი ამაზე დაძაბულობაში გავატაროთ, რომ რაღაცას რამდენად სწორად ვაკეთებთ. კი ბატონო, ცოტა ბავშვებსაც შევეხოთ, რა გავლენას ახდენს ბავშვებიდან მოყოლებული კომენტარების სხეულის აღქმაზე? ბავშვები ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან, ბავშვები რომ მოზარდები, ბავშვებით პრინციპში და მე მოზარდობაში პიკს აღწევს რაღაცნაირად ეს. და თითქმის ყველა მდგომარეობა, აი კვებითი დარღვევების, აშლილობების, დისმორფიების უდიდესი ნაწილი მოდის სწორად თინეიჯერებზე და მოზარდებზე. იმიტომ რომ ბუნებრივია ისინი არიან მათთან რაღაც კრიტიკა შედარებით ნაკლებია და ისინი არიან ყველაზე მოწყვლადი. რა თქმა უნდა, სოციალური ქსელები და ასე შემდეგ ამაზე კიდევ ერთხელ გავლენას ახდენს, მაგრამ აი ძალიან მინდა რომ ოჯახის როლს გავუსვა ხაზი, იმიტომ რომ მეც დედა ვარ და აი ხშირად არის რომ აი მე თვითონვე მიგრძვნი, არა მე რომ რაღაცა ჩემს სხეულზე და არ ვიცი წონაზე და კვებაზე, ანუ მეც ვარ მათ შორის ვინც საკმაოდ დიდ დროს და ყურადღებას უთმობ იმაზე რომ ვიგრძნო ვთქვათ როგორ ვიკვებო სწორად, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუმცა რაღაც პერიოდში მივხვდი რომ ჩემი შვილისთვის მაგალითად ეს ცოტა მეტ შფოთვას იწვევდა, იმიტომ რომ მე შეიძლება რაღაც უბრალოდ რაღაცა მეთქვა, მაგრამ შემდეგ იმას ბევრი კითხვა უჩნდებოდა. მივხვდი რომ სადღაც ეს შფოთვასაც იწვევდა და მან კიდევ უფრო დავწმუნდი რომ შავლებს მეტი ყურადღება გვმართებს ამის მიმართ. ძალიან კარგია რომ ვასწავლოთ შვილებს ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორად კვება, ვარჯიშის მნიშვნელობა. თუმცა ამაზე გადამეტება, თუმცა აი ეს ვასწავლოთ ისე რომ აი ესე შეიძლება ვიზრუნოთ ჩვენს სხეულზე და არა იმაზე რომ ვიყოთ ლამაზები და გვქონდეს კარგი ფორმები. ოჯახის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სკოლების, ბაღების როლიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თავიდანვე მოყოლებული იყო ძალიან ისეთი კომენტარი, რომ ვაიმე რა ლამაზი ხარ და ულამაზესი და უკარგესი და რაღაცა ეს იყო ადამიანის შექების, აი იქედანვე ვაჩვევთ ხო, რაღაც პატარა ბავშვს, რომ ვიზუალურად აღიქმება ის როგორია, კარგი გოგოა თუ ცუდი გოგოა, რაღაც გარეგნობაზე ბევრი აქცენტი და აი ამაზე ცნობიერების ამაღლებაც ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, იმიტომ რომ ბავშვები და მოზარდები არიან ის მოწყვლადი ჯგუფი, ვისაც ყველაზე მეტად მოქმედებს ეს ყველაფერი და სიფრთხილე გვმართებს ყველას ამ შემთხვევაში. ანა, მინდა კიდე ესეთი რაღაცა კითხო, იმიტომ რომ დღეს საზოგადოებაში მაინც კვება ძალიან ისე ემოციურ თემად უკვე აღიქმება. და აი საიდან მოდის ეს ყველაფერი, მაინც აი ამის ფუნდამენტი სად არის? ემოციური კვების ფუნდამენტზე მეკითხებით. თუ ძალიან შორიდან თუ დავიწყებ, არის ის რომ აი პატარაობაში აი თქვენზე თუ არ გახსოვთ, აი დარწმუნებული ვარ, რომ შესწრებული მაინც იქნებით ესეთ ფაქტს, რომ ბავშვი რა ვიცი თამაშობს, მირბის, რა ვიცი წაიქცა, ტირილი დაიწყო და მოდი აჰა შენ კანფეტი.
რაღაცნაირად რა აი მოდი ან თუ იმ წუთას არ არის აი წამონაყინს გიყიდი ან რაღაც ხო რა მოხდა ამ შემთხვევაში რომ რაღაც ემოციურად განეწყო ბავშვი რაღაც ნეგატიური ემოციები ჰქონდა თუ ნეგატიურს არ ვეძახით მაგრამ ოკეი იტირა რაღაცნაირად გაღიზიანდა ასე შემდეგ და ჩვენ ვეუბნებით რომ ოკეი მოდი აი დაგამშვიდებ იმით რომ კამფეთს მოგცემ ან შოკოლადს მოგცემ და ხო ამით დააწყნარებ ან უფრო პატარა ასაკში კიდევ როცა ბავშვი თქვათ ტირის და ვიცი მატყუარას ანუ ეს აი ორალური ფიქსაციას ვეძახით ხოლმე ფსიქოლოგები ამას ხო რაღაცნაირად დაკავშირდა ეს რომ მე როცა არა ვარ კარგად მე როცა ვტირი მე ვიღებ რაღაცას საკვებს ტკბილს და შვიდდები ვწყნარდები აი მან დედან იწყება და ნუ მე კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის რის გამოც შეიძლება ეს მოხდეს რა მაგრამ როცა ვიზრდები და უკვე არაცნობიერად მაგრამ მე მახსენდება რა ჩემს არაცნობიერს ახსენდება რა მშვიდებ და ესეთ დროს და როცა რაღაცაზე გაღიზიანებული ვარ ვდგები ვაღებ მაცივარს და ვიღებ აი ამ სწრაფ სიამოვნებას რომელსაც რაღაც ჩემი ტვინი სასიამოვნო დაღიქვამს ძალიან სწრაფად მარტივად უცებ ვახერხებ რომ მივიღო სიამოვნო და მუშაობს ძალიან მაგრას ვათაშორის კი მუშაობს ძალიან მაგრად მაგრამ ძალიან მალევე გადადის ხოლმე ხშირად დანაშაულის შეგრძნებაში და აი ეგ უკვე აღარ მუშაობს მაგრამ კარგი არა კარგი არის კი ბატონო როგორ გავორჩიოთ დისციპლინა და თვით დასჯა? ყველაფერი შინაგანი განწყობებიდან მოდის. თუ რაღაცა კონკრეტული ქმედება არის, რომ ამით რაღაცას ვაკომპენსირებ, რაღაცას აი ჩემს თავს ვაძალებ. ახლა დაძალება ძალიან ისეთია, ყოველთვის ყველაფერი აი დღეს ესე ვგრძნობ და 100%-ით ეგრე ვერ ვიცხოვრებთ, როგორც ვგრძნობთ, იმიტომ რაღაც პასუხისმგებლობები გვაქვს ხო ცხოვრებაში, სხვადასხვა. მაგრამ აი დასჯა შიგნიდან განიცდება როგორც რაღაც კომპენსატორული ქცევა, როგორც არასასიამოვნო და ის კი არა რომ მე რაღაცა ვზრუნავ და იმიტომ ვაკეთებ და აი რა კარგია რომ ვაკეთებ, აი თუ ეს არ გავაკეთე, მე საკუთარ თავზე წარმოდგენას ვკარგავ, არაფრად არ განვიცდი ჩემ თავს, არა აი მე თუ არ ვივარჯიშე და ეს გამოვტოვე ერთი ვარჯიში ჩავაგდე. ესე იგი რაღაც თავს განვიცდი სუდ ადამიანად შეიძლება აი ძალიან ბანალურად რო ავხსნა, აი რაღაც არარაობად. ეხლა ცოტა ვაუტრირებ, ხო შეიძლება, მაგრამ ხშირად ზუსტად ესევე იგრძნობა ხოლმე როგორც ვამბობ. და თქოთ, როდესაც შეიძლება მეც და მეზაროს მაგალითად ვარჯიში რაღაც კონკრეტული, მაგრამ აი ვიცი რომ გამოვალ იქიდან აი ძალიან უკეთეს ხასიათზე ვიქნები, რაღაც უკეთესი განწყობა მექნება და ამის გამო ჩემივე თავის გამო. ნახეთ, აი ეგ არის რა განსხვავება, ჩემივე თავის გამო. ავდგე და მაინც წავიდე. ნუ სულ ერთხელზე ვერ იქნები რა ვარჯიშის შანსი არა. ხო ქონია ის მომენტი, რომ ნუ აი ძალიან დაგზარებია, მაგრამ რომ მისულხარ, всё ეს და ანუ მოხსნია ეს ყველაფერი და გამოსულხარ იქიდან ძალიან ისეთი კაი მაღალი განწყობა. კი, და ზუსტად ეგ არის ხოლმე რაღაც იმ მომენტში мотиваცია, რომ აი ის შეგრძნება იმდენად მიყვარს, რომ რაღაც აი კარგად ვარ ის რომ რაღაც ის შეგრძნება, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნე, რაღაც კარგი გავაკეთე, რომ აი ამის გამო წავალ რა. ხო, მანდაც ნუ ზუსტად ის არის, რომ პროცესი ქსიამოვნებს მე. რასაც გადიხრა. პროცესი არის სასიამოვნო ნამდვილად. კი. ეგრეა ჩემო გიორგი. და ყველაზე ისეთი საკითხი ხა რაც ძალიან მაინტერესებს პირადად მე. შეიძლება თუ არა რომ აი ჯანმრთელი ცხოვრების წესი იყოს კვებითი აშლილობის რაღაცა შენიღბული ფორმა. კი, შეიძლება. აი როგორც თქვენ პროფესიონალი ფსიქოლოგი ახლა მაინტერესებს ამაზე ცოტა ისე სიღრმისეულად რო გითხრათ. შეიძლება გარედან ინერვებოდეს ესე, ხო? აი
ამით დავიწყე მე მგონი რომ ადამიანი ვხედავთ რომ ორი ადამიანი ვარჯიშობს ყოველ დღე და ორივეს ქცევა გარეგნულად ერთნაირად გამოიყურება მაგრამ შინაგანი мотиваცია რატომ აკეთებს ადამიანი ამას შინაგანი განწყობა განსაზღვრავს იმას ეს ქცევა რამდენად ჯანსაღია თორე ვარჯიში ჯანსაღია თან ხვდებით ხო ამაზე ყველა სამყარო თან ხვდება მაგრამ აი ეს შინაგანი мотиваცია რატომ აკეთებს ამას ადამიანი არის განსაზღვრავს იმას რამდენად ჯანსაღია აი ჩემთან როცა მოდიან ადამიანები და ვთქვათ ამბობს რომ აი მათ ვარჯიშობ ყოველ დღე ანუ რა თქმა უნდა იქ მიჩნდება კითხვა რომ აი რაღაც მეტი ვკითხო ამის შესახებ ხო რა არის ამის უკან რა დგას ამის უკან რაზეც იმის ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ ასევე კვება თქვათ ახლა ჯანსაღი კვება და კვებითი აშლილობა ესე ცალსახად არ გავს ერთმანეთს მაგრამ აი გადამეტებული აქცენტი იმაზე რომ აი ჯანსაღად ვჭამოთ ჯანსაღად და შიში რაღაცა მთელი რიგი საკვების მიმართ ძირითადად ნახშირწყლებია ხოლმე ეს რაღაც წითელ ზონაში მყოფი ესე ვეძახით ხოლმე საკვები რომლის მიღებაზე შიში აქვთ ხო ადამიანებს შეიძლება ადამიანი იკვებებოდეს სულ ჯანსაღად და უცებ აღმოაჩინა რომ აი თუ არ ვიცი პურის რაღაცა ეს პატარა ნაჯერი მიიღო საშინელი დანაშაულის განცდას გრძნობს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ეს არ არის ჯანსაღი, ამიტომ დაკვირვება, მეტი დაკვირვება რაღაცნაირად ფასადურად შეიძლება რომ ორი ერთნაირი ქცევა განსაზღვრავდეს რამდენად ჯანსაღია შინაგანი мотиваცია, რატომ აკეთებს ამას. ნამდვილად და კიდე აი აქვე ესეც მინდა დიეტის კულტურა ზოგადად დიეტა რაც არსებობს. არის ხო შემთხვევა რომ ადამიანს პირიქით ერგება ან აზიანებს. ამ შემთხვევაში რა ხდება? ხო, აი ეს საერთოდ არ ვიცი რომ დიეტა რაც აი უცბად რაღაცა დიეტას რომ გაიგებენ ხოლმე რომ ის კარგი დიეტა და ეხა იქ დავიწყე. აი თუნდაც რაღაცა ის 26 საათიანი თვა, ზოგი რაღაცა 16-იანს აკეთებს, ზოგი თავისით იფიქრებს, სოციალურ ქსელში რაღაცას მიედმოედება. საერთოდ აი ეს დიეტა რომელიც რეალურად ხო ვიცით თქვენცით მეც ვიცი რომ არის რაღაცა ჯანსაღი კვება, არ ვიცი ამას რატო დაერქვა თუ რატო მიეწება რაღაც ის აკრძალვის განცდა, რაღაც ესე აღვიქვამთ ხო დღეს ადამიანები, რომ დიეტა ნიშნავს რომ რაღაცები ავიკრძალო. აი პირდაპირ ამასთან ასოცირდება და ესეც ხდება ხოლმე. თუ აკრძალვები, აი ჩვენი ფსიქიკა არის ძალიან ისეთი კომპენსაციის აქვს უნარი საკმაოდ დიდი და რაც მეტად ვიკრძალავთ რაღაცას, ვიკრძალავთ აუცილებლად სადღაც ამაზე ყველა საუბრობს ხა პასუხს მოგთხოვს აი ანუ დაიკმაყოფილებს იმ თავის მოთხოვნილებას ეს დიდხანს ეს აკრძალვები არ მუშაობს რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის ხდება ამის კომპენსირება არასოდეს არ არის ხოლმე ეს ჯანსაღი აზიანებს ფსიქიკას მეორე მხრივ აზიანებს მეტაბოლიზმს ხო ანუ აი ყველაფერს აზიანებს თუმცა სამწუხაროდ მაინც ხშირად მიმართავენ ადამიანები და ეს არის ზუსტად ისევ კომპენსაციისთვის გაკეთებული ქცევა რომ თუ რაღაცა პერიოდი ვიკვებები და ვთქვათ ვფიქრობ რომ ცოტა გადავაჭარბე კალორიებს მე რაღაცა კაცრი აკრძალვები მოდის მე ისევ პირიქით და ეს წრე ტრიალებ ერთად პატარა ცოდნა გჭირდება რა ხო ცირედი აი ცოდნა უკვე აქვთ ახლა მაგას ვამჩნევ ხოლმე რომ აი თითქოს აქვთ ხოლმე ცოდნა ადამიანებს მაგრამ მაინც აი ვერ აი შიში ანუ ისევ ეს ემოციური ფაქტორები შიში არის ძალიან ხშირი არის საკვების მიღების შიში არ ვიცით ძალიან ხშირად ისმის ის რომ ეს საკვები ასუქებს ეს აღთუნებს ეს ასუქებს და ოკეი კარგი გავიზარდეთ და გავიგეთ რომ ანუ არც ერთი საკვები არ არსებობს ისეთი რომელიც არ ვიცი გრეიფრუტი გაგვახტუნებს და რაღაცა გაგასუქებს პური რო ახსენე რა ანუ რატო ჭამე ის პური
უბრალოდ ნუ გააჩნია როდი შეჭამ და რამდენ შეჭამ. რაოდენობა შეჭამ ხო არა ჭამე რა ის პურიც რა პრობლემაა ანუ ეგ არის ანუ აი სიტყვაზე აი ტრენერი რო უგზავნოს თავის მოსწავლეს რომ აი პური არ ჭამ რატო არ უნდა ჭამოს რა თქმა უნდა უნდა ჭამოს დარწმუნებული ვარ რომ დაჟე აი ანუ იმ მოსწავლეს ეგ კითხვაც არ ებადება რომ დაუშვოს თავის ტრენერს რომ აი რატო არ ჭამო პური რა რას მიზავს კი, და იცი რა არის ყველაზე სამწუხარო, რომ როცა ებადებათ ეგ კითხვა, მე აი ვთქვათ, არ ვიცი, გაიგეს, რაღაცებს უსმინეს, აი კითხეს, გაიგეს, მაგრამ შეგრძნებაში იმდენად ჩაბიჭდილი არის, რომ პურს რო ჭამ, დანაშაულის განცდა მაქვს, რომ აი, ანუ აზრი აღარ აქვს, ეხა აზრი აღარ აქვს, ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაღაცები როცა იბეჭდება ჩვენს ემოციურ მეხსიერებაში, პირდაპირ ასოცირდება. რომ აი რაც დანაშაულის განცდა მოდის და მე ძალიან რთული ამაზე მუშაობა. აი კვებით შოვებზე მუშაობა არის აი ურთულესი. სანამ ადამიანი ეშინიათ ხოლმე რომ აი თუ ამდენ პურს შევჭამ, მე მთლიან პურს შევჭამ, იმიტომ რომ წლები იკრძალავდა ეს ადამიანი პურს. აი მთლიან პურს კი არა, აი ორ მთლიან პურს შევჭამ. და ხშირად მართლა ესე ხდება და ესეთი გამოცდილებები ამ ადამიანებს ქონიათ. და თერაპიაზე სანამ იქ მივალთ ხოლმე რომ აი თუ მიიღებ, თქვათ, თუ შეჭამ ერთ პურს, ერთნაჭერ პურს, ხო? ეს აბას დააკვირდი, იქნებ არ გამოიწვიოს ამან ახლა ამჯერად რომ მთლიანად ყველაფერი შეჭამა თუ ყოველდღე მიირთმევ ერთნაჭერს. აი, სანამ ამ გამოცდილებას მიიღებენ, გაითავისებენ, დაიჯერებენ საკუთარი თავისას, საკუთარი რაღაც ნებისყოფისას, აი ძალიან მძიმე შრომა არის ხოლმე და ძალიან დიდი ემოციური რესურსი სჭირდება ხოლმე ამას. აი ერთი პატარა საშიში პროდუქტის ჩამატებას რაციონში. ეგრეა. გაიგე გიო. ეგრეა. მართლა ეგრეა, იმიტომ რომ მე შეიძლება უცოდ დაგილეკოს ტირილით, რომ გიო ორი პური ვჭამე. კი ბატონო. კაი, შემდეგი კითხვა არის ესეთი. რას ეტყოდი ადამიანს, რომელსაც სარკეში ჩახედვა უჭირს? უჭირს ხო, აი თავის თავს ვერ უყურებს. არ მოსწონს და ვერ უყურებს, მაგას გულისხმობ. ვეტყოდი და ეს რაღაც ერთი ტექნიკაც არის ხოლმე, ხო, რომ სარკეში ჩახედვის ფუნქცია შევცვალოთ ხოლმე, ხანდახან როცა თერაპიის დროს არის, რომ ადამიანმა ჩაიხედოს და კი არ შეაფასოს საკუთარი სხეული, იმიტომ რომ თუ შეფასებაზე გადავალთ, შედარებაზე გადავდივართ, მაშინვე რთულდება ემოციურად რაღაცები და უბრალოდ ეცადოს რომ დაინახოს, არ ვიცი, თუნდაც ის ჯანსაღი სხეული, ან ის სხეული, რომელსაც რაღაცა ფუნქცია აქვს, რომელიც მას ატარებს, ფეხები, რომლებზეც დგას და თქვათ ხელები, რომლებიც რაღაცას აკეთებინებს და აძლევს საშუალებას, რომ რაღაც აკეთოს, აი ფუნქციურად და ეცადოს, რომ უფრო მეტად აი რაღაც ამ კუთხით შეხედოს საკუთარ თავს. ეხლა რაღაცნაირად ჟღერს, იმიტომ რომ თითქოს სათქმელად მარტივი არის რა ესე, მაგრამ რეალურად ძალიან რთული არის და ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ აი ესეც გავს ვარჯიშს, აი მსგავსი ტიპის რაღაცები, როგორც არ ვიცი თავიდან რომ მივდივართ სპორტ დარბაზში, არ ვიცი ვერ ვაკეთებთ რაღაცას ორგამეორებაზე მეც და მე ნელ-ნელა ეს პროგრესი არის, ესე არის, ხო, რაღაცნაირად ჩვენს ფსიქიკას, ჩვენს აღქმებს ვაჩვევთ, რომ თავიდან ვასწავლოთ, დავასწავლოთ რაღაცეები, სხვანაირად აღვიქვათ, თუნდაც საკუთარი სხეული და თუ ვთქვათ, ყოველდღე ვეცდებით, რომ სარკეში ჩავიხედოთ და ჩვენი თავი არა შეფასების კუთხით, კი რაღაც უფრო ფუნქციური კუთხით აღვიქვათ, რომ აი რა ფუნქცია აქვს ჩემს სხეულს, რა მაგარია, რომ ესე მემსახურება, რა მაცოცხლებს, რაღაცების კეთების საშუალებას მაძლევს. ნელ-ნელა, როგორც კუნთი, ასევე ჩვენი რაღაცა ეს ფიქრებიც ვარჯიშდება, რომ რაღაცები სხვანაირად აღიქვას. არ არის ისევე, როგორც კუნთებს ვერ დავიყენებთ გაზაფხულზე ზაფხულის დასაწყისში მასალები ერთ თვეში მოვარჯიშებს ეგ გეცოდინებოთ ზუსტად ასევე არის ხო ერთ დღეში ეს არ ხდება დიდი შრომა არის მაგრამ შედეგი ძალიან სასიამოვნოა
ყველაზე მთავარი ეგ არის. კარგი და ეხლა მე მაქვს თქვენთვის პატარა ისეთი ბლიც კითხვები. მზად ხართ? იმედია. კარგი. ერთი სიტყვა, რომელიც ყველაზე ხშირად ანგრევს ადამიანის თვითშეფასებას. ერთი სიტყვა უნდა იყოს. მხოლოდ ერთი. ანუ ორი შეიძლება. ყველაზე ხშირად ძალიან მიჭირს რა ეს ყველაზე ხშირად ახლა თვით შეფასებას და ბევრი შეიძლება იყოს ესეთი, მაგრამ კარგი გამოყოფ რა ერთი რასაკეთებ. აი საკუთარი დამოკიდებულება ჩანს უფრო აი რასაკეთებ, აი რაღაცნაირად ეგ რა. ოკეი. კარგი, შემდეგი. Perfect body არსებობს? რა თქმა უნდა, არა. ან კი. აი ორნაირია. ერთი მხრივ არ არსებობს ესე, მაგრამ შეიძლება რომ ყველა სხეული იყოს perfect. Yes. გემოვნებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა. კარგი. ადამიანები საკუთარ თავს უფრო მკაცრად აფასებენ თუ სხვებს? რა თქმა უნდა, საკუთარ თავს. სამწუხაროდ. სარკე რეალობას გვაჩვენებს თუ ჩვენს შიშებს? ხშირად შიშებს გვაჩვენებს. გააჩნია. ყველაზე ტოქსიკური ფრაზა სხეულზე, რაც ნორმალიზებულია. რა კარგად გამოიყურები, როგორ გახდი? კარგი, შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი არაჯანსაღი იყოს? სრულიად შეიძლება. თვით დისციპლინა სად მთავრდება და სად იწყება თვით დასჯა? აი ვისაუბრე მაგაზე, მგონი რა შინაგანი мотиваციიდან რატომ ვაკეთებ და რასაც ვაკეთებ. ერთი რამ, რაც ადამიანებს საკუთარ სხეულზე უნდა ესმოდეთ. ერთი რამ, ერთი სიტყვა არ არის, ხო? ერთი რამ. საჭიროა რომ მოვუსმინოთ სხეულს და იქ ყოველთვის არის რეალური და ნამდვილი საჭიროებები ჩვენი. ეგა. კი ბატონო. და ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სტუმრობისთვის. მართლა ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ისეთ სიღრმისეულ რაღაცებს შევხვდით, რაც მე მგონი დღეს ყველას აინტერესებს. და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ისეთი კარგი საყურებელი პოდკასტი გამოვიდა. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. სასიამოვნო იყო და ვისიამოვნე თვითონ პროცესით ისეთი თემები იყო და ჩემთვის ძალიან აქტუალური და საინტერესო რომ ისე გავიდა დრო ვერც გავიგე კიდევ ბევრი რაღაც არის ამ თემების ირგვლივ სათქმელი და მადლობა რომ მომეცით საშუალება რომ მესაუბრო ამ თემებზე. ვერიქით მადლობა რომ მეგობრებო, ეს იყო ჩვენი ოქტო ეპიზოდი. არ დაგავიწყეთ რომ გამოგვიწეროთ აუცილებლად YouTube-ზე და გააქტიუროთ ზარის ღილაკი, ასევე შეგიძლიათ მოგვისმინოთ Spotify-ზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ დაგვიწეროთ კომენტარებში ვინ გინდათ რომ შემდეგი სტუმარი იყოს. მადლობა ნახვამდის. ნახვამდის.